უჯრედები ორგანიზმის უმცირესი სიცოცხლის უნარიანი ერთეულებია. ყველა უჯრედს, მიუხედავად მისი ტიპისა, სამი საერთო მახასიათებელი აქვს. ყველა უჯრედს აქვს უჯრედის მემბრანა, რომელიც უჯრედის შიგნით გარემოსგან გამოყოფს, ციტოპლაზმა, რომელიც შელეს მსგავსი სითხეა და დნ, რომელიც უჯრედის გენეტიკური მასალაა. არსებობს უჯრედების ორი ფართო კატეგორია. პირველი კატეგორია ევკარიოტული უჯრედებია. მათ აქვთ ორგანელები, რომლებიც მოიცავს ბირთვს და სხვა სპეციალურ ნაწილებს. ევკარიოტული უჯრედები უფრო მოწინავე და რთული უჯრედებია, როგორიცაა მცენარეებისა და ცხოველების უჯრედები. მეორე კატეგორია პროკარიოტული უჯრედებია. მათ არ აქვთ ბირთვი ან მემბრანით შემოფარგლული ორგანელები. მათ აქვთ გენეტიკური მასალა, მაგრამ ის ბირთვში არ არის ჩასმული. პროკარიოტული უჯრედები ყოველთვის ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, როგორიცაა ბაქტერიები. მაშ, რა არის ორგანელები? ორგანელა ნიშნავს პატარა ორგანოს. ორგანელები არის უჯრედის სპეციალიზირებული ნაწილები, რომლებსაც განსაკუთრებული დავალებები აქვთ. დავიწყოთ ბირთვით, რომელიც უჯრედის კონტროლის ცენტრია. ბირთვი შეიცავს დნმას, ანუ გენეტიკურ მასალას. დნ განსაზღვრავს, თუ რას აპირებს უჯრედი და როგორ შეასრულებს იგი. ქრომატინი არის დნის გაბნეული, გადაშლილი ფორმა, რომელიც ბირთვის მემბრანაშია. როდესაც უჯრედი გაყოფისთვის მზადაა, დნ კონდენსირდება სტრუქტურებში, რომლებსაც ქრომოსომები ეწოდება. ბირთვი ასევე შეიცავს ბირთვაქს, რომელიც არის სტრუქტურა, სადაც რიბოსომები იქმნება. რიბოსომების ბირთვიდან გასვლის შემდეგ მათი მთავარი დავალებაა ცილების სინთეზირება, ანუ წარმოება. ბირთვის გარეთ რიბოსომები და სხვა ორგანელები ციტოპლაზმაში ცურავენ, რომელიც შელეს მსგავსი ნივთიერებაა. რიბოსომები შეიძლება თავისუფლად მოძრაობდნენ ციტოპლაზმაში ან მიმაგრდნენ ენდოპლაზმურ ბადეს, რომელსაც შემოკლებით რ ეწოდება. არსებობს რის ორი ტიპი. უხეშერს რიბოსომები აქვს მიმაგრებული, ხოლო გლუვერს არ აქვს რიბოსომები. ენდოპლაზმური ბადე არის მემბრანით შემოფარგლული გზა მასალების ტრანსპორტირებისთვის, როგორიცაა რიბოსომების მიერ სინთეზირებული ცილები. ცილები და სხვა მასალები ენდოპლაზმური ბადიდან პატარა ვეზიკულებით გამოდის, სადაც გოლჯის აპარატი, რომელსაც ზოგჯერ გოლჯის სხეულსაც უწოდებენ. მათ იღებს, როდესაც ცილები გოლჯის სხეულში გადაადგილდებიან, ისინი ირგვლიანება ფორმებში, რომლებიც უჯრედს შეუძლია გამოიყენოს. გოლჯის სხეული ამას აკეთებს ცილების გაკეცვით გამოსაყენებელ ფორმებში ან სხვა მასალების დამატებით, როგორიცაა ლიპიდები ან ნახშირწყლები. ვაკუოლები არის ტომარის მსგავსი სტრუქტურები, რომლებიც სხვადასხვა მასალას ინახავს. აქ, ამ მცენარის უჯრედში, ცენტრალური ვაკუოლი წყალს ინახავს. ცხოველის უჯრედში დაბრუნებისას ნახავთ ორგანელს, რომელსაც ლიზოსომა ეწოდება. ლიზოსომები არიან ნაგავმშრომელნი, რომლებიც იღებენ დაზიანებულ ან დაძველებულ უჯრედის ნაწილებს. ისინი სავსეა ფერმენტებით, რომლებიც ამ უჯრედულ ნარჩენებს ანადგურებენ. მიტოქონდრია არის ორგანელა, რომელიც ცხოველებისა და მცენარეების უჯრედებისთვის ენერგიის წყაროა. უჯრედული სუნთქვის პროცესში მიტოქონდრია აწარმოებს მოლეკულებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიას უჯრედის ყველა აქტივობისთვის. უჯრედებს, რომლებსაც მეტი ენერგია სჭირდებათ, მეტი მიტოქონდრია აქვთ. ამასობაში უჯრედი ინარჩუნებს თავის ფორმას ციტოსკელეტონის მეშვეობით. ციტოსკელეტონი მოიცავს საფისებ მიკროფილამენტებს, რომლებიც ცილისგან არის დამზადებული და მიკრომილაკებს, რომლებიც თხელი ღრუმილებია.
ზოგიერთ ორგანიზმს, როგორიცაა მცენარეები, რომლებიც ფოტოავტოტროფულია, ანუ მზის ენერგიას იყენებენ, აქვთ უჯრედები, რომლებშიც ქლოროპლასტია. ანუ მზის ენერგიას იყენებენ, აქვთ უჯრედები, რომლებშიც ქლოროპლასტია. ქლოროპლასტი არის ადგილი, სადაც ფოტოსინთეზი ხდება. ის მწვანეა, რადგან შეიცავს მწვანე პიგმენტს, რომელსაც ქლოროფილია ეწოდება. მცენარის უჯრედებს ასევე აქვთ უჯრედის კედელი მემბრანის გარეთ, რომელიც ფორმას, მხარს და იცავს მცენარის უჯრედს. ცხოველების უჯრედებს არასდროს აქვთ უჯრედის კედელი. არსებობს მრავალი სხვა უნიკალური სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ უჯრედს აქვს. აქ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. მაგალითად, ადამიანებში სასუნთქი გზები გაფორმებულია უჯრედებით, რომლებსაც აქვთ ცილიები. ეს არის მიკროსკოპული ბეწვის მსგავსი გამონაზარდები, რომლებსაც შეუძლიათ ტალღებში მოძრაობა. ეს თვისება ეხმარება ჰაერში შემოსულ ნაწილაკებს დააჭერინოს და გამორეცხოს, როდესაც ხვალთ. კიდევ ერთი უნიკალური თვისება ზოგიერთ უჯრედში არის ფლაგელა. ზოგიერთ ბაქტერიას აქვს ფლაგელა. ფლაგელა არის პატარა კუდი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს უჯრედს მოძრაობაში. ადამიანის ერთადერთი უჯრედი, რომელსაც აქვს ფლაგელა, არის სპერმატოზოიდი. შეჯამება ბაში გახსოვდეთ. ევკარიოტული უჯრედები არის მცენარეებისა და ცხოველების უჯრედები, რომლებსაც აქვთ ბირთვი და მემბრანით შემოფარგლული ორგანელები, ხოლო პროკარიოტული უჯრედები არის ერთუჯრედიანი ორგანიზმები ამ სტრუქტურების გარეშე. ყველა უჯრედს აქვს უჯრედის მემბრანა, ციტოპლაზმა და გენეტიკური მასალა. და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მცენარის უჯრედებს აქვთ ქლოროპლასტი, როგორც მცენარეების, ასევე ცხოველების უჯრედებს აქვთ მიტოქონდრია.